ჩემს ხენს ვიავასკა უკვე მე-9 წელია რაც ვყავს მეგობრობ და ბერდოღეხიც მივიღია მონაწილეობა. ეს არის ჩემი ცხენი სანდეი ქვია და უკვე თითქმის 2 წელია რაც ერთად ვართ და მეგობრობთ ერთ სიტყვით. ელა ბიჭო. ჩვენ ვართ ძმები ფერაძეები, დავითი და ნიკოლოზი. ჩვენ ვართ ცხენოსნები, აქტიურად ვიღებთ ხოლმე დოდებში მონაწილეობას. მე უკვე ისე ხშირად ვეღარა როგორც ჩემი ძმა არის უკვე აქტიური ჟოკეი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, პანკიში, აბაშაში, ნებისმიერ მხარეში. მე ვარ ახლა 14 წლის. მე 13 წელია რაც დოღებზე მონაწილეობას ვიღებ. ამ დოღების ინტერესი მე გამიშა თავიდან ჩემი ძმა ჯდებოდა ხოლმე ცხენზე და მე მეც დავინტერესი და ბერდოღებზე მივიღე მონაწილეობა, გამოცდილება მივიღე და ასე ვთქვათ, მივყვები ამ სპორტს. როდესაც ცხენს მომზადებ დოღისთვის და შეჯიბრისთვის, საჭიროებს მეტ ყურადღებას, ვარჯიშს, მომზადებას დოღისთვის, სწორკვებას და კარგი ხედავ რომ გამოხვიდე, მთავარია ცხენთან იყო ძალიან მეგობრული, მშვიდი. რადგან ცხენებს არ უყვართ არც განრულება, ცხუბი, ყვირილი, ზედმეტი. ცხენები ძალიან გრძნობიარე არსებები არიან და ჩვენ ყოველ ნაბიჯს და მოქმედებას წინასწარ გრძნობენ. რაც უფრო ცხენს კარგად მოვეპყრობით, მით უფრო კარგად მოვეპყრობა ესეც. ეს ცხენი არის ჩემი საუკეთესო მეგობარი და ბევრი წელია უკვე რაც ყავს და კიდევ დიდხანს ვაპირებ რომ ყავდეს. ეხლა წვენ ცხენს, რადგან უნაგიში მეწერზე რომ დავაჯოთ უნაგის ნებისმიერ პატარა შეყოლილმა და გავმასდა ჭუჭმას კი შეიძლება წელი ატკინოს და უნაგირმა დაუწას წელი და დაუზიანდეს. ამის გამო სანამ ცხენს დავაუნაგირებთ, საჭიროა რომ ცხენი გავასუფთავოთ კარგად და ლამაზად. დილით საჭიროა მოვუარო სკოლაში წასვლამდე, ადრე გავივიძო, მივხედო რაც დაჭირდება, დაწმენ და ჭმევა, გასუფთავება, ყველაფერი. მერე ისევ სკოლიდან როცა დავბრუნდები, ისევ იგივე კვება ჭირდება, ვარჯიში დღეში ერთხელ ან დილით, ან საღამოს. უმჯობესია დილით. ნახევარი დღე უნდა დაუთმო ცხენს, რომ მიაღწიოს წარმატებას დოღზე, იყოს კარგ ფორმაში. რაც უფრო მეც შრომას დახარჯავ ცხენთან, მით უფრო მეც მიიღებ ცხენისგან. როგორი სპორტი არის? სახალისო. ცოტა საფათოც არის, მაგრამ როცა ნიკა არის ხოლმე ხედრობს დოღზე მონაწილეობს ხოლმე, ეს არის ხოლმე ჩემთვის ძალიან ნერვიული მომენტი, რადგან ხდება ნებისმიერ მომენტში შეიძლება ცხენი დაიმტვრევეს, ან ქონია ბევრჯერ ისეთი მომენტი, რომ ცხენი გასტოვია, მაგრამ გადმოვარდის მაგრამ გაუსწორებია და ისევ ჩართულა დოღში აქტიურად და ძალიან დიდი წნეხი და ნერვიული სპორტია, ასე რომ ვთქვათ რა, რადგან სად რა გელის ვერ მიხვდები, რადგან წინასწარ არ იცი რა მოხდება. ბევრჯერ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ მე და ჩემი ძმა ერთ დოღში ყოფილიყავით, ერთმანეთის კონკურენტები და მაგ შემთხვევაში სპორტი ისეთი რამ არის, რომ ძმაც და ბევრჯერ მეგობართან ერთადაც ყოფილი და სპორტია იქ როცა იქნები დოღზე, შენი გასაკეთებელი უნდა გააკეთო და ცხენიდან რო ჩამოხალ მერე, შენი ძმა იქნება, ძმაკაცი იქნება და სიმართლე თქვი ბიჭო. თქვი ზოგჯერ დოღის დამიტკბო. ახე რაც კაი ემას არ ამოს. ერთი ოჯერ დაუთმე ხოლმე დოღი მოაგები ეყოლა. მართალია ნიკა? ერთხელ. როგორ დავუქმე, როგორ მოჯებინე? ბაზალეთის პაზე ვიყავით დოღზე და მე გავდიოდი მეორე ადგილზე, ეს მოდიოდა მესამეზე და მე გავაჩერე ცხენი, დაველოდე ჯერ იმან გადაკვეთა ფინიში და მე გადავედი მე. იმ ცხენს უფრო ჭირდებოდა პირველი ადგილი და ჩემს ძმას, ვიდრე მე და ჩემს ცხენს. გვაქვს საკმაოდ ბევრი პირველი ადგილებიც, მეორეც, მესამეც და ვცდილობთ ხოლმე რომ აქტიურები ვიყოთ ამ პროფესიაში და ვიყოთ ჩვენი სახლის პროფესიონალები. როცა ვარჯიშობთ ხოლმე, აქვს ხოლმე ხასიათი. ცხენს არ ვარჯიშობთ როგორც ყოველ დღე ერთ და იგივეს კეთებს. ყოველ დღე ვაკეთებიოთ სხვადასხვანაირ ვარჯიშს. გააჩნიათ ცხენი დილაზე როგორ ხასიათია, როგორ ფორმაშია.
ყველა ცხენი არ არის დოღის ცხენი. ზოგი მთაში მოსწავლე ცხენია, ზოგია თოხარიკი, ზოგია ნაბიჯის ცხენი. ყველა ჯიშს და ყველა ცხენს აქვს სხვადასხვა მიმართულება. არ არის მაინც და მაინც მიზანშეწონილი შეწონილი ყველა ცხენი ყველა კატეგორიაში კარგი იყოს და ვერც იქნება ეს. მე სამწუხაროდ აღარ დოღებზე წონა აღარ მიწყობს ეს, რადგან დოღებზე დაშვებული წონა 40-დან 60 კილომდე და ეს წონა უკვე კარგია გადავკვეთე და იშვიათად თუ გამოვარ ხოლმე რაცი დოღებზე. ისე ცხენს თუ დრო მაქვს ხოლმე დოღისთვის კი ვამზადებ ხოლმე და ჩემი ხედრობს ხოლმე ზე. გეგმები მაქვს რომ სანამდეც ხელშეწყობილ მექნება და შემეძლება ამ სპორტში მონაწილეობა და გაგრძელება ვეცდები რომ ყველანაირად გავაგრძელო.